ჩვენი შემდგომი საუბრის თემა გახლავთ კრიტერიუმი B, რომელიც დაკავშირებულია გეოგრაფიული არეალის შეზღუდულობასა და ფრაგმენტაციასთან, უწყვეტ კლებასთან, უკიდურეს მერყეობასთან. ეს კრიტერიუმი მოიცავს ორ ქვეკრიტერიუმს, რომელთაგან უნდა დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი მაინც. ეს არის B1 ქვეკრიტერიუმი, რომელიც აქსონის გავრცელების ფარგლების შესახებ არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ქვეკრიტერიუმი B2, რომელიც დაკავშირებულია გავრცელების ფარგლებში ტაქსონის მიერ რეალურად დაკავებული ჰაბიტატის ფართობთან. თითოეულ ქვეკრიტერიუმს აქვს უფრო წვრილი ქვეკრიტერიუმები, კერძოდ ეს არის 3 უფრო მცირე ქვეკრიტერიუმი, A პატარა, B პატარა და C პატარა, რომელთაგან A პატარა განსაზღვრავს უკიდურეს ფრაგმენტაციას, ან პოპულაციის არსებობას რამდენიმე ლოკალიტეტის სახით და ლოკალიტეტების რაოდენობა განსაზღვრულია თითოეული საფრთხის თითოეული კატეგორიისათვის, B პატარა დაკავშირებულია უწყვეტ კლებასთან, ხოლო C პატარა უკიდურეს მერყეობასთან. ქვეკრიტერიუმი B1, როგორც თქვით, დაკავშირებულია გავრცელების ფარგლების შესახებ არსებულ ინფორმაციასთან და საფრთხის თითოეული კატეგორია გავრცელების ფარგლების გარკვეულ რაოდენობრივ ზღვარს აწესებს. თუ გავრცელების ფარგლები 100 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ სახეობა კრიტიკულ საფრთხეში მყოფთა კატეგორიას მივაკუთვნოთ. თუ გავრცელების ფარგლები 100-დან 5000 კვადრატულ კილომეტრამდეა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახეობა შეესაბამება საფრთხეში მყოფთა კატეგორიას და ბოლოს თუ გავრცელების ფარგლები 5000-დან 20000 კვადრატულ კილომეტრამდეა, შესაძლოა სახეობა იყოს მოწყვლადი. B2 ქვეკრიტერიუმის რაოდენობრივი სხეულები ასეთია. გავრცელების ფარგლებში ტაქსონის მიერ რეალურად დაკავებული ჰაბიტატის ფართობი 10 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია. ეს არის რაოდენობრივი სხეული კრიტიკულ საფრთხეში მყოფთა კატეგორიისათვის. თუ დაკავებული ჰაბიტატის ფართობი 100-დან 500 კვადრატულ კილომეტრამდეა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახეობა ამ ქვეკრიტერიუმით შეესაბამება საფრთხეში მყოფთა კატეგორიას და ბოლოს თუ დაკავებული ჰაბიტატის ფართობი 2000-დან 2000, უკაცრავად 500-დან 2000 კვადრატულ კილომეტრამდეა, მაშინ სახეობა ამ წინაპირობით შეესაბამება მოწყვლადთა კატეგორიას. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს წინაპირობებია, რომელთა დაკმაყოფილება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სახეობა საფრთხის ამა თუ იმ კატეგორიას მივაკუთვნოთ და აუცილებელია ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადავიდეთ უკვე უფრო დეტალურ განხილვაზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა. ანუ, გარდა თქმულისა, უნდა დაკმაყოფილდეს 3 ქვეკრიტერიუმიდან, უფრო წვრილი ქვეკრიტერიუმიდან 2 მაინც. სახეობა უნდა იყოს, სახეობის პოპულაცია უნდა იყოს უკიდურესად ფრაგმენტირებული, ან არსებობდეს ლოკალიტეტთა გარკვეული რაოდენობის სახით. კრიტიკულ საფრთხეში მყოფთა შემთხვევაში ეს არის ერთი ლოკალიტეტი, საფრთხეში მყოფთა კატეგორიის შემთხვევაში ეს არის 2-დან 5-ის ჩათვლით ლოკალიტეტი, ხოლო მოწყვლადთა შემთხვევაში 6-10 ლოკალიტეტი. აღნიშნული უნდა იყოს გავრცელების ფარგლების დაკავებული ჰაბიტატის ფართობის, საკუთრივ ჰაბიტატის ფართობის, მისი უწყვეტობის და ან ხარისხის, ლოკალიტეტების ან ქვეპოპულაციების რაოდენობის, ან ზრდასრულ ინდივიდთა რაოდენობის უწყვეტი კლება. საკმარისია ამ წვრილ ქვეკრიტერიუმთაგან ერთის დაკმაყოფილებაც კი იმისათვის, რომ B პატარა ქვეკრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩავთვალოთ. და არის მესამე, როგორც თქვით, ქვეკრიტერიუმი C პატარა, რომელიც ითვალისწინებს გავრცელების ფარგლებში დაკავებული ჰაბიტატის ფართობის, ლოკალიტეტების ან ქვეპოპულაციების რაოდენობის, ან ზრდასრულ ინდივიდთა რაოდენობის უკიდურეს მერყეობას. ამ 3-დან, როგორც თქვით, უნდა დაკმაყოფილდეს 2 იმისათვის, რომ ჩვენ B კრიტერიუმის გამოყენება შევძლოთ. ეს არის ნაწილი ცხრილისა, სადაც შეჯამებულია რაოდენობრივი სხეულები ყველა კრიტერიუმისა საფრთხის კატეგორიებისათვის და კერძოდ ამ ცხრილის ის ნაწილი, სადაც B კრიტერიუმზეა საუბარი. როგორც ვნახეთ, წინაპირობა ეს არის გავრცელების ფარგლების ან დაკავებული ჰაბიტატის ფართობის შესაბამისობა გარკვეულ რაოდენობრივ ზღვრებთან და
3 მომდევნო პირობიდან 2-ის დაკმაყოფილება მაინც. ეს არის, როგორც თქვით, ერთ შემთხვევაში უკიდურესი ფრაგმენტაცია ან პოპულაციის არსებობა ლოკალიტეტების გარკვეული რაოდენობის სახით, უწყვეტი კლება იმ პარამეტრებში, რომლებიც აქაა ჩამოთვლილი, ან უკიდურესი მერყეობა იმ პარამეტრებისა, რომლებიც ასევე ამ სლაიდზეა ჩამოთვლილი. B კრიტერიუმთან დაკავშირებით ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. პირველის ყოვლისა, როგორც ვთქვით, B1 ქვეკრიტერიუმი ეფუძნება გავრცელების ფარგლებს, ხოლო B2 ქვეკრიტერიუმი გავრცელების ფარგლებში ტაქსონის მიერ დაკავებულ ჰაბიტატის ფართობს. შეიძლება დაკმაყოფილდეს B1 ქვეკრიტერიუმი მხოლოდ ან B2 და ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ B კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩავთვალოთ, ან შეიძლება დაკმაყოფილდეს ორივე ქვეკრიტერიუმი. იმისათვის, რომ ამ კრიტერიუმით შევძლოთ სახეობა წითელ ნუსხაში შევიტანოთ, აუცილებელია, რომ B1 და B2 ქვეკრიტერიუმების კიდევ უფრო წვრილი ქვეკრიტერიუმები იყოს დაკმაყოფილებული, ასეთები როგორც თქვით 3-ია, A-პატარა, B-პატარა და C-პატარა და მათგან 2 მაინც უნდა დაკმაყოფილდეს. B1A, B2A ქვეკრიტერიუმები შეიძლება დაფუძნებული იყოს უკიდურეს ფრაგმენტაციაზე ან ლოკალიტეტების რაოდენობაზე. ამ ტერმინების მნიშვნელობა კარგად უნდა გვესმოდეს იმისათვის, რომ შევძლოთ სწორად განვსაზღვროთ ამ ქვეკრიტერიუმის ის რა მოგეთხოვება ამ ქვეკრიტერიუმის მიხედვით. შემდგომ საუბარში ჩვენ უკვე C კრიტერიუმს განვიხილავთ.